ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შუქრუთის მაღაროს თანამშრომლებმა წუხელ გვიან ღამით მესამე ცვლაში მუშაობაზე უარი განაცხადეს და მაღაროზე გაფიცვა დაიწყო. Ამდე ხელფასი არ გაიზრდება, არ იქნება მუშაობა. კაციშვილი არ შევა მაღაროში. როდის დაიწყო ეს? წუხელი ღამით. პირველი ცვლა, ღამის თვლა რომ მოვიდა, მაშინ დაიწყო და გაგრძელდება, მანამ სანამდე არ დაკმაყოფილდება. დილიდან შუქრუთის მაღაროზე გაფიცულებს მაღაროელები სხვადასხვა მაღაროებიდან შეუერთდნენ. აქამდე ვერ ვიღებდით ხმას, რადგან მოხსნით გვემუქრებოდნენ, მაგრამ ეხლა რახან მთავრობა შეიცვალა და ჩვენ შიში აღარა გვაქვს, ვალებით გაივსო ხალხი და აღარ შეუძლიათ ვალების გადახდა, ხელფასი აღარავის აღარ რჩება, ოჯახებს ვერ ვარჩენთ, უმძიმეს პირობებში ვართ, არა მარტო ბანკის ვალები აქვთ ხალხს, თვითონ აი აქ მდგომ ხალხს, მაღაზიის, ბაზრის ვალი, დავიხოცეთ ხალხი შიმშილით, ორი შვილი მყავს, მარტო მუშაობ ოჯახში და ვერ მირჩენია ორი შვილი, საუკეთესო შვილები გავზარდე. რატომ ვერ უნდა ავზარდო დღეს მე შვილები და რატომ უნდა მიჭირდეს მაღაროს თანამშრომლებს, როცა ჭიათურა საბჭოთა კავშირის დროს რომ გაჩერებულიყო მთელი საბჭოთა კავშირი, მარტო ჭიათურა შეინახავდა 16 რესპუბლიკაზე. დღეს გაუჭირდა ამ მაღაროს ხალხის შენახვა და სამათხოვრო ხელფასები რომ მონების დონეზე დაგვიყვანეს. არ არის ნორმალური ულუფები ამ ხალხზე, არაფერი ძველ პურს აჭმევენ. მაღაროელები შრომითი ხელშეკრულების გადახედვას, ხელფასების მომატებას, კვების, უსაფრთხოების, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას და საქართველოს პროფკავშირებში გაერთიანებას მოითხოვენ. მათ ასევე შეხვედრა მოითხოვეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატთან. მალხაზ წერეთელი მაღაროელებს შეხვდა და მათ გვერდით დგომას დაპირდა. სამოქმედო გეგმა არის რომ მე მათ გვერდში ვარ და მათი ტკივილი გავიზიარო, უფრო ღრმად ჩავიხედო აი ამ პრობლემებში, რასაც ეს ხალხი აყენებს და შესაბამისი რეაგირება მივცე. მართალია ჯერ ლეგიტიმიზაცია არ აქვს ჩვენ რომ ბოლომდე ვთქვათ ჩვენი სათქმელი, მაგრამ შეგვიძლია ჩავერიოთ, შევაწუხოთ და მეც ასე ვფიქრობ რომ თბილისს დაუკავშირდე და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ. თუმცა ეს ხალხი არ ამბობს უარს, საბოტაჟი არ აცხადებს რომ სამსახო არ შევართ და არ ვიმუშავეთ. უბრალოდ ერთხელ მაინც დაგვანახეთ რეალური დაპირება. ერთხელ მაინც გითხარით რეალურად რა შეიძლება გაკეთდეს. გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებს გვიან ღამითვე გაეცნო ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი აკაკი გურჯიძე. ეს ბევრი ისეთი მოთხოვნაა, რომელსაც ადმინისტრაცია ამას ვერ უზრუნველყოფს, იგივე ვთქვათ, თბილისის პროფკავშირების ჩამოსვლა, მხარდაჭერა, იგივე ადგილობრივი დეპუტატის მხარდაჭერა, იგივე ხელშეკრულებების გადახედვა მთავრობასა და ჯორჯიან მანგანეს შორის, იგივე იმ გაკოტრების საქმის აღზურა და მე გავიცი ჩვენ კარგად უთხრა ბატონმა მალხაზმას, რომ ეს არის ფაქტიურად სახელმწიფოს გადასახდები, უნდა შეიქმნას კომიტეტური კომისია, რომელიც ამ საკითხებს შეისწავლის. თუკი ეს საინტერესოა და საინტერესებელი, მაგრამ რაც შეეხება ახლა ხელფასის მატებას, მე კიდეც გამომართა ახლა იქ მაღაროზე, ფაქტიურად შუქრუთის მაღაროზე იყო იმის პრობლემა, რომ წინასწრის გეგმა არ შესულა, ეს იყო რაღაც ობიექტური მიზეზები და მათ შეგვიდი რომ ამას გადაიხედებოდა ეს. მაგრამ რასაც ხელფასის მატება გვაქვს 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ბრძანება პრემიის გაზდაზე. მაგრამ აქ საუბარია საერთოდ სატარიფო გაზდაზე, რომლის გადაწყვეტაც ეს ფაქტიურად ამიტომაც მე ვთვლი რომ ჩემგან ეს შეუძლებელია. მე ვუთხარი მათ რომ ჩამოეყალიბებინათ ეს ყველაფერი, შეიქმნას კაცი, რამოდენიმე წარმომადგენელი, რომელიც ამას ყველაფერს ჩამოაყალიბებს, ყველაფერს დავაწყობთ და გადავცემთ ამას პატრონეს, რომლის ბევრი საკითხი ეს არის, ტექნიკური საკითხები, იგივე ვთქვათ. სამუშაო იარაღები და ასე შემდეგ, რომელიც საქართველოში არ იყიდება, ჩვენ ველოდებით უკვე მათ შემოსვლას, იცით, რუსეთიდან და ჩინეთიდან ცოტა ძნელია შემოტანა. ველოდებით უკვე გზაშია, მე მათ აუხსენი როდის იქნებოდა, თუ და ისიც განუმარტებია, თუ ჩვენი მიზეზით, ადმინისტრაციის მიზეზით ვერ მოხდება გეგმის შესრულება, ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია, რომ ის ხელფასი რაც აქვს ნებისმიერ თანამშრომელს გაცეს 100%. დილის 9 საათისთვის გაფიცულებმა შუქრუთის მაღაროს ტერიტორია დატოვეს და აქცია ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციული შენობის წინ განაგრძეს და კომპანიის მფლობელთან შეხვედრა მოითხოვეს. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება რახან არ შეუძლია ადგილობრივ ხელმძღვანელობას, მოვითხოვთ ამჟამად რომ მოიყვანონ მფლობელი, რომელსაც წამოუყენებთ პირობებს, დაგვაკმაყოფილებს, არ დაკმაყოფილებს, გაგრძელდება აქცია
ასეთია საერთო გადაწყვეტილება, გაგრძელდება აქცია და ალბათ მომავალი მთავრობა პარლამენტის შეიკრიბება და გადაგვიწყდას და დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყდება დადებითად ყველაფერი. დღის პირველ ნახევარში ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაღაროელების ნაწილთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და დეტალურად დაიწყო იმ მოთხოვნების გადახედვა, რომელსაც მაღაროელები აყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მოსაზრებების და რეალური ვითარების დაფიქსირების საშუალება ორივე მხარეს ჰქონდა, მაღაროელებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. დაიწერა 15 პუნქტი, რომელსაც თქვენ გაეცანით, არის რაღაცა ნაწილი პუნქტების, რომლების დასმასაც ალბათ უდროო იყო, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დაწყებულია ეგ პროცესები და მიმდინარეობაშია, ნელ-ნელა ყველაფერი ხორციელდება, თქვათ იგივე ტექნიკურ გადაიარაღებაზე რო იყო საკითხი, ხა არც ისე დიდი ხნის უკან ჩვენ პრეზენტაციაც ჰქონდა პირველი ნაწილი, რომელიც საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება სრულიად ტექნიკურ გადაიარაღებაზე, ყველა მაღაროსი. რაც შეეხება ვთქვათ კიდე საკითხი იყო მწვავედ დასმული უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ესეც უკვე პროექტი არის უზარმაზარი გაკეთებული, რომელიც უკვე დაწყებულია. მინდა თქვა რომ იცით რა ერთ დღეში ყველა მაღაროდა შეიძლება თვითოულ ადამიანამდე ვერ მიდის ის რაც კეთდება, მაგრამ ნელ-ნელა ეს ყველაფერი გაკეთდება. ამის შემდეგ მაღაროელთა ჯგუფი ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციულ კორპუსში შეიჭრა და მმართველ გუნდთან შეხვედრა მოითხოვა. ხმაური რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. დღის მეორე ნახევარში ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატს ჰოლდინგის მენეჯერი ველվել ლოზინსკი ეწვია და მაღაროელების მიერვე შექმნილ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. სწორედ იმ დროს, როდესაც ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში შეხვედრა მიმდინარეობდა, ადმინისტრაციული კორპუსის წინ შეკრებილი მაღაროელები საწარმოს მენეჯმენტს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ და შენობაში შესვლას ცდილობდნენ. მათთან სასაუბროდ მალხაზ წერეთელი მივიდა, რომელმაც მაღაროელებს წესრიგის დაცვისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ორჯერ ვესაუბრე დღეს ბატონ დათოუშუხაშვილი, იცით ვის გახავს ეს? პარლამენტის თავმჯდომარე პირველი გამომდებელი იქნება. გთხოვათ ყველას და მეც გთხოვ, ხორომეთი დღე გვინდა, რომ თქვენი მდგომარეობა გადავიყვანოთ სამართლებრივ ჩარჩოში. თქვენი მოთხოვნილებას მოусმინოთ თელმა მთავრობამ მათ შორის ბიძინა ივანიშვილი. ნუ თუ 12 დღე არ შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთს მოусმინოთ. ველվել ლოზინსკისთან და ჰოლდინგის სხვა წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა. ხვალ 3 საათზე შეგატყობებთ პასუხს. აი ეს იყო სულ მეტი არაფერი არ უთქვია, ის ერთ სიტყვით. მარტო სოციალური პრობლემების მოგვარება გაკეთდება და ნორმალური პასუხი არ უთქვიათ. ხვალ 3 საათზე შეგატყობებთ, მოიმატებს ხელფასები თუ არ მოიმატებს. აი ეს იყო სულ. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესისთვის კომენტარი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მენეჯერმა გააკეთა. აშდნენ განიხილეს ცალ-ცალკე თითოეული საკითხი, მოლაპარაკება მიდიოდა ძალიან კონსტრუქციულ ვითარებაში. მას ესწრებოდა ასევე რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატიც, რომელიც თავიდან ბოლომდე საქმის კურსია ყველაფრის და ესე იგი რიგი საკითხებისა, ისედაც მე უკვე წინას ადრეც გითხარით, რომ რეალურად ფაქტი დევს, რომ არის გადაწყვეტის პროცესში. სხვა საკითხებიც და რომელიც იყო დასმული გადაწყდა ადგილზევე, რაც შეეხება ხელფასის საკითხს. გენერალურმა დირექტორმა ბრძანა, რომ აი ხელფასის 100%-ით მატება გამომდინარე, ვთქვათ, საბაზრო ეკონომიკისა და გამომდინარე პროდუქციის ფასის ვარდნის სამსოფლიო ბაზარზე პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ერთი დღე-ღამე მოგვეცა ვადა, რომ ფინანსებმა დაითვალონ კარგად დეტალურად, რომ საბოლოო დასკვნა გამოიტანონ, რამდენის მომატების საშუალება არსებობს. ეს არის ჯერჯერობით სურათი და ხა ბოლო, ვთქვათ, გადაწყვეტილება ხვალ უკვე იქნება მიღებული.
დეტალები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაცია მიიღებს, ცნობილი ხვალ გახდება.